არასაჩქარი. გამარჯობათ. საღამომშვიდობისა უпростоრად უკვე 6 საათი ხდება, ჩემოთმილებო და ტკბილებო. როგორ ხართ, როგორ საკლია 5 წუთი უკვე. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? გუშინ ვერ მოვედით რაღაც მიზეზების გამო. და გვაპატიეთ. რა დღეს მოვედით. როგორ ხართ ხალხო? რა შვები. ესე ხო არა ვართ. არა, კარგად ვართ. თმაზე ის მისვი არა ქვია. კარაქიმის თმის. და თურმე სხვათა შორის ჯობია რომ იმით როცა ჩამოიბან თავს, გამოიყენო მაშინ. ისეც კი შეგიძლია, მაგრამ გუშინ იბანავა და არ გამოიყენა. მე მთლიან სიგრძეზე წავისი და მე მგონი ბოლოებზე უნდა. თმის ბოლოებზე უნდა წაისო წესით ის არა ქვია. რა ქვია? რა ქვია მას? კონდიციონერი როა თმის. კონდიციონერადაც შეგიძლია გამოიყენო. ბალზამს რო ეძახიან. ხო. ბოლოებზე უნდა წაისვა და ჩამოიბანო მე. ხო. გაიჩერო ცოტა ხანი. რა ხდება თქვენსკენ? ჩვენსკენ დიდათ არაფერი, აი ჩემი გოგოს გამოგზავნილი ლამაზი ახალი არაფერი ხდება. ახალი არაფერი ხდება ლამაზი გოგოსი. გუშინ თმებით შევიღებე. ხალხო ჩემი ხმას რაღაცა სჭირს. ხალხო კიდე დაგვრჩა რაღაცა ის რა ქვია თემი. ვაი მე კინა მუსიკა ჩართე. მუსიკა კინა ჩართე ხალხო. სადი იყო? იმდენი გიორგი რო რა ვიცი. იმდენი რაღაცები მაგ ამ ტელეფონებში რო რა ვიცი. თან ხო სწავლობ და ის სიტყვები მაქვს ისინი რა ქვია. სიტყვები მაქვს რაღაცეები. ეს საქართველოს ნიშნავს. მათ წერია ჯორჯია. მიდი ჰარ და ვიგე. ეხლა ხო აქ წერია ჯორჯია. სად არის კაცო? წაღან არ ნახე. ეხლა მე რამდენი მერვედან უნდა დავიწყოთ. 7 კითხვა გავეცით? 7-მდე გავეცით, ხო? და რამდენი კითხვა კიდე? ბევრი. 1 2 3 4 5 6 7 8 10 კითხვა დარჩენილი. ხო. იმედია გვაყოფა ვიდეო. კი კაცო როგორ არ გვიყოფ ეხლა ვერ დავიწყოთ. მერვე კითხვაზე ვართ ეხლა ხალხ, ნუ. რაღაცა. მაყარა რაღაცა. რას ფიქრობთ, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის დღევანდელ საზოგადოებაში? მოიცადეთ, კარგად წავიკითხოთ, რას ფიქრობთ, ყველაზე დიდი პრობლემა რაც დღევანდელ საზოგადოებაში, დღევანდელი საზოგადოება აწყდება რა არის? პრობლემა რა არის საზოგადოებას? ბევრი პრობლემა არის. წლება ეხლა დროში. ეხლანდელ დროს ამ ბოლო წლებში. ხო, ბევრი პრობლემაა. ბევრი პრობლემებია. რასაც სამწუხაროდ ახლა ყველანაირი პრობლემა შეიძლება წააწყდე. აი ძალიან ბევრი პრობლემაა რა. რასაც სამწუხაროდ დღევანდელი სოფლიო აწყდება. ხო, კი, რა თქმა უნდა. ბევრი პრობლემა აქვს. ზოგადად ადამიანის ცხოვრება ეგეთი არის. ადამიანი ზოგადად პრობლემაც გექნება ადამიანს. პრობლემის გარეშე ადამიანი არ არსებობს გიორგი და ადამიანის ცხოვრება ზოგადად ეგეთია. ადამიანების ცხოვრება. და ჩვენ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ჩვენ პრობლემებზე. შეიძლება პრობლემა გქონდეს. დავეცეთ. მორალურად, ყველანაირად დავეცეთ, მაგრამ უნდა წამოდგომა შეგვეძლოს. კი. ნავდგეთ. და იგივე გავვაგრძოთ. მიდი ახლა კიდე სხვა. მე-9 კითხვა, უფრო მეტი უნდა უფრო მეტად უნდა ვფოკუსირდეთ საკუთარ ბედნიერებაზე თუ საზოგადოების საერთო სიკეთეზე. გავითვალისწინოთ ისიც როგორია საზოგადოება. რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენ თავზეც უნდა იცი რას გეტყვით? 1 წუთი დედა, ბოდიში რო შეგაწყვეტინე. იცი რას გეტყვით?
ჯერ საკუთარი თავის ბედნიერება უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში და საკუთარ თავზე და საკუთარი თავის კეთილდღეობაზე უნდა ვიფიქროთ ჯერ პირველ რიგში და მერე სხვაზე სხვაზეც და სხვაზე რა თქმა უნდა ჯერ შენი საკუთარი თავი უნდა დააყენო პირველ ადგილას ხო და მერე სხვაზე რა თქმა უნდა ყველაზე მეტად უნდა როგორი კითხვა იყო კარგად იმას კენი ბოლომდე ყველაზე როგორ ფიქრობთ ყველაზე მეტად უნდა მოიცადეთ ერთი წუთი კიდე წავიკითხო მეცხრე კითხვა იყო ეს უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ ბედნიერებაზე თუ საზოგადოების საერთო სიკეთეზეო საერთო სიკეთეზეც უნდა ვიზრუნოთ რა თქმა უნდა მარტო ჩვენი ბედნიერება მარტო ჩვენ ვიყოთ ბედნიერები ეგ არ არსებობს გავითვალისწინოთ ისიც როგორია საზოგადოება ხო რა თქმა უნდა სხვა ჯერ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ჩვენ საკუთარ თავებზე და მერე სხვა დანარჩენზე სხვა დანარჩენებზე რა თქმა უნდა პირველი ადგილზე საკუთარი თავი უნდა დააყენო ყოველთვის ხო ყოველთვის კი მაგრამ შენი თავი რო არ დააყენო პირველ რიგში საზოგადოებას არანაირად არ ეხლა ის არის აქვია შენ ისე იყო უბედური და საზოგადოება გააბედნიერო ეგეც არ შეიძლება კი რა თქმა უნდა შენთან ერთად ის საზოგადოებაც უნდა იყოს ბედნიერი. აი მაგალითად ჩვენ სიტყვაზე ჩვენ რომ ბედნიერები არ ვიყოთ და აი ცუც გადმოვცემდეთ აი YouTube-ზე ვიძახი წარმოგიდგენია აი ჩვენ რომ ძალიან ისინი ვიყოთ აი დათქურუნულები ძალიან ცუდია ხო ის საზოგადოება ხო ჩვენსკენ არ მოვა და ხანდახან მაქვს ხალხო პერიოდი რომ ხასიათზე არა ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ მოვიდე. და არ გადმოგცეთ თქვენც, მაგრამ რამდენად გამოდის ეგ არ ვიცი. ნამდვილად. ელემენტარული. ხო, თქვენც არ მოხართ ჩვენთან და ეს აი ეს უბედურია და ეს არ გადმოცემს იმას. ყველა ეგრე არის, ყველა თავის თავზე. ეხლა მეათე კითხვას მიუბრუნდეთ, მეათეზე გადავიდეთ. ნუ იზრუნო ყველას თავის თავზე. ერთი რამ რომ შეგეძლოთ. ერთი რამ რომ შეგეძლოთ, შეცვალოთ ლო თანამედროვე სამყაროში რას შეცვლიდით. რა შევცვლიდი? ადამიანებს უფრო იმას ვიზავდი რა ქვია. სიკეთისკენ მოვაბრუნებდი. არიან კეთილი ადამიანებიც კი. არიან საბედნიეროდ, არიან სამყაროში, თანამედროვე სამყაროში ზოგადად ამ სამყაროში არიან კეთილი ადამიანებიც, მაგრამ ბევრი არიან კეთილები, ღმერთის წყალობით. და უფრო კეთილებს გავხდიდი. კიდევ რა შეცვლი? და ღმერთისკენ მივატრიალებდი იმ ადამიანებს, რომ ის არის რა ქვია. ღმერთისკენ იყვნენ და ღმერთს მასქნან რა ქვია. სხვათა შორის ადამიანებს ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ცხოვრებაში. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში. უკეთესი იქნება მაგაზე თუ ვისწავლით. კი, მაგას თუ ვისწავლით. მაგას თუ ვისწავლით. როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი? მე-11 კითხვა არის ეს. როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი საზოგადოება 100 წლის შემდეგ? ეხლა წინასწარ მომავალი როგორ წარმოგვიდგენია? მე უფრო განვითარებული ზოგადად ადამიანები არ ვიცი როგორები ვიქნებით, მაგრამ სამყარო როგორი იქნება, უფრო განვითარებული ჩემი აზრით. ხო, განვითარებული, უკეთესობისკენ განვითარებული. უკეთესობისკენ, სიცოცხლისკენ ადამიანები არ ვიცი როგორები ვიქნებით. ადამიანები უნდა ვიყოთ უკეთესია რომ უფრო კარგები ვიყოთ. კარგები ვიყოთ, რა თქმა უნდა და რობოტები არ ვიყოთ, რომ იცი რა არის? არც რელიგიაზე უნდა ვიყოთ ნამეტანი დამოკიდებულება არ შეიძლება, არც რელიგიაზე და არც არაფერზე მე თუ მკითხავთ. არც არაფერზე არ შეიძლება. ნამეტანი დამოკიდებულება არაფერზე არ შეიძლება. შენ საკუთარ თავს უნდა მიენდო. შენ თუ არ გაიძერი, უფალიც ვერაფერს ვერ გიზავს დედა და შენ თუ არ იმას აკენი რა ქვია. მარტო ის რო დავჯდე და ის ვიფიქრო ღმერთს იმას აქვნა მიდი ფული მომეცი საჭმელი მომიტანი, ეგრე ხო არ იქნება, არა? შენ თუ არ გაიძერი, ღმერთიც ვერ გიზავს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეგ ღმერთის უნდა გწამდეს, მაგრამ ისე უნდა გწამდეს, რომ ძალიან დამოკიდებული არისო. და უკვე სულ იმაზე არ უნდა საუბრობდე.
ზოგს აქ მაგალითად დამოკიდებულება უკვე დამოკიდებულებად ექცა. ეგრეც არ შეიძლება ხალხო. მარტო ღმერთი კი არის, სხვათა შორის ყველაფერზე დამოკიდებულება. ბად გვექცა დღევანდელ საზოგადოებას. ყველაფერი დამოკიდებულები გავხდით. თითქოს იცი როგორ არის? და სხვათა შორის ხალხო ვიღაცის ხუშტურებზე არ უნდა ვიაროთ და რობოტებივით არ უნდა ვიყოთ. ვიღაცა რო რაღაცას გვეტყვის და ჩვენ ის შევასრულოთ. როგორც ზოგი დღევანდელ საზოგადოებაში ეგრეა, ბევრია, ეგრე სხვათა შორის. არა, რობოტი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ უფალი უნდა გწამდეს და ეგ უნდა გწამდეს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, უნდა გწამდეს. ცუდი მე იმას არ ვამბობ, რომ არ გწამდეს ღმერთი, მაგრამ დამოკიდებული არ უნდა გახდე. ხო, რო აი უფალი შენ უფალის არ გაიძრე და უფალი მოგცემ. დამოკიდებული არ უნდა გახდე. არაფრის მიმართ მე თუ მკითხავ, დამოკიდებულება არაფრის მიმართ არ ვარგა. რა ვიცი, ჩემი აზრი ეგ არის. მე-12 კითხვა. როგორ ფიქრობთ, ცხოვრების რომელ ეტაპზე ვართ ყველაზე ბედნიერები? ცხოვრების რომელ ეტაპზე ვართ ყველაზე ბედნიერები? რა ვიცი, ბედნიერება ბევრია. ყველაზე მეტად ბედნიერები მაშინ ვართ, როცა გვაქვს ვართ ჯანმრთელები პირველ რიგში, როცა ქვეყანაში არის მშვიდობა, მარტო ქვეყანაში არა, დედამიწაზე არის მშვიდობა და ბედნიერი ოჯახი რო გვაქვს. რა თქმა უნდა. ადამიანი ოჯახის გარშე სრულყოფილი ვერ იქნება. ხო, რა თქმა უნდა. კი. მიდი ახლა გიგიდე. მე-13 კითხვა. iPhone თუ Android? iPhone ჩემი აზრით. იმიტომ რომ უკეთესია. iPhone-ი? ხო. ის არის რა ქვია ხალხო. კი Android-ების გამოდის ახლა განვითარებული და კარგი, მაგრამ მე iPhone-ი მირჩევნია მაინც. iPhone-ი. მე პირადად Android-იც მაქვს და iPhone-იც მაქვს და ორივეს ვიყენებ სიმართლე გითხრათ. მე რამდენი კითხვა? მე-14 კითხვა. უნდა იყოს თუ არა ყველა ადამიანის ცხოვრება ერთნაირად ღირებული? აუ ჩემი აზრით არა. ყველა ერთნაირი რო იყოს, ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა. არა, ეგ სისულელია. ყველა ერთნაირი რო იყოს. ყველა მდიდარი რო იყოს სამყაროში, ხო? ცხოვრებას აღარ ექნებოდა აზრი. ხიბლი აღარ ექნებოდა. შრომის უნარიც აღარ იქნებოდა. ერთნაირად ყველა ის ჩაქცეული რო იყოს, როგორც იტყვიან. და ელემენტარული ღარიბიც უნდა იყოს. ისიც უნდა იყოს, ისიც უნდა იყოს. ისეთი ღარიბიც არ უნდა იყოს. სამყარო იმიტომ შეიქმნა და იცით რა არის ხალხო? ისეთი ღარიბიც არ უნდა იყოს, რომ ქუჩაში ცხოვრობდე, მაგრამ როგორც ბევრი ცხოვრობს დღეს. ბევრ ქვეყანაში მაგალითად, ბევრ ქვეყანაში ქუჩაში იმას ეძებენ, რა ქვია, კვებს, ასევე ჩვენს ქვეყანაშიც სხვათა შორის. აი, იცი რა მინდოდა თქმა? ის სამწუხარო დრო ორი ბავშვი გარდაიცვალა. ბათუმში, ხო. თხრილში რო ჩავარდნენ. რატომ უნდა დაეძებდეს 5 წლის, 4 წლის და 4 და 5 წლის ბავშვი, რატომ უნდა დაეძებდეს ჯარცს? რო ოჯახში ფული ქონდეს. რატომ უნდა დაეძებდეს დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში? აი გინდაც ის ავიღოთ, ის რო იტყვიან ხოლმე, უარესად ინდოეთში არიანო და ისაო რა ქვია. რატომ უნდა იყოს დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში, მითხარით? რატომ უნდა იყოს ეგრე ბავშვი, ადამიანი? რატომ უნდა ეძებდეს ქუჩაში საჭმელს? თუნდაც ჩვენ ქვეყანაში ავიღოთ, რატომ უნდა იჯდეს მოხუცი ადამიანი იმაზე რა ქვია? ბაზარში და ყიდიდეს იმ რაღაცებს წვანილი იქნება თუ ხილი იქნება. რატომ უნდა ეძებდეს? იმას რომ პენსიაც აქვს თან. სიმართლე რო გითხრათ, სიმართლე რო ვთქვათ. არ უნდა ეძებდეს ნამდვილად. ესე ახლა დროში არაფერი არ არის გიორგი. ზოგადად დღევანდელ სამყაროში მე ისე ვფიქრობ, მთავრობები, არც ერთი მთავრობა, არც ერთ ქვეყანაში ჩვენს რიგით ადამიანებზე არ ფიქრობს.
მაგას ვიტყვი. არ ფიქრობს არც ერთი მთავრობა, რიგით ადამიანებზე. მიდი ახლა მთავრობებზე გადახვედი ჩვენ პოლიტიკაზე არა ვართ. მაგას მოყვა, მაგ იმას. უბრალოდ პოლიტიკა არ უნდა განვიხილოთ ჩვენ გასას აღილელი არაფერი არ არის. მე-15 იყო? არა. ეხლა მე 15 კითხვა არის. არა, ცოტა უცნაური კითხვაა. არა, ერთი წუთი. ავირია ახლა მე. 15 კითხვა, მე 15 კითხვა არის ეს. არის თუ არა სიკეთე რეალურად უმთავრესი ღირებულება თუ ზოგჯერ ეგოიზმი უფრო საჭიროა? არა, სიკეთე არის საჭირო ცხოვრებაში. უფრო ღირებულება. გუშინ წინა წყოთი გავეცით მას. მე 15-ია. მე 15 კითხვაზე იყო. ეგოიზმიო და ეგოიზმი ისიც იყო, ხო, ღირებული. ხო, დედა იყო ეგ კითხაც. იყო? ხო, მე თუ რომელი სახეში იყო. გუშინ წინ გავეცი მახსოვს. არა, როგორ მე-7 კითხვა იყო გუშინ, ბოლო კითხვა იყო იმ დღეს. როგორ ფიქრობთ ადამიანი ბუნებით სიკეთე უფრო გვახასიათებს თუ ეგოიზმიო, ეგ სხვა არის. ხო და იგივე არ არის ეგოიზმი და სიკეთე. იგივე არის, მსგავსია, მაგრამ მე-16 კითხვა, ცოტა უცნაური კითხვა. დავწერ ქალაქებს და მითხარით როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი წარმოდგენა გაქვთ ამ ქალაქებს ქალაქელ ხალხზე და უშუალოდ თუ ურთიერთობთ მაგაქვთ გქონიათო და როგორ დაახასიათებდით ამ ხალხს. ოღონდ ვინც მართლა ამ ქალაქში არის და არა ვინც უბრალოდ ცხოვრობსო. პირველი ბათუმი, მეორე ზუგდიდი, მესამე ქუთაისი, მეოთხე გორი, მეხუთე თელავი, მეექვსე თბილისი. გორში არავინ არ ამყავს. გორში არ ვიცი. არც ბათუმში ვიცი დიდად. იმიტომ რომ არც გორში ვიცი, გორში საერთოდ ნამყოფიც არ ვარ. ბათუმში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი თუ არ ვხვდები. ოღონდ მეგობრებთან ერთად. ეგენი თბილისელები არიან. ზუგდიდში არ ვიცი, ნამდვილად. თელავში არ ვიცი. არც თელავში არ ვიცი. არც ქუთაისში არ ვიცი, სიმართლე გითხრა. როგორი ხალხი არიან? მე პირადად მათთან არ მქონია ურთიერთობა. მე თბილისელებთან უფრო მქონია ურთიერთობა თბილისში ვინც არის. ვიდრე იმათ ქუთაისი და გორი და მსგავსი ქალაქები. არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი როგორი ადამიანები არიან ისინი. იმედი მაქვს კარგი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა. რა ვიცი რა გითხრით. კიდე არამე? კი. ერთი კითხვა გადაგვრჩა. წინა კითხვაზე, მე-17 კითხვა და დავამთავრეთ კითხვებზე პასუხი. კიდე დავიწერეთ. წინა კითხვაზე მქონდა ტოპ 5 ქვეყანა. ახლა მაინტერესებს თქვენი ტოპ 5 ქალაქი საქართველოში. ტოპ 5 ქალაქი? თბილისი პირველი, ბათუმი მეორე, რუსთავი. სხვათა შორის ძალიან განვითარდა რუსთავიც. მომწონს, განვითარდა. ის არის გალამაზდა. კი. ქუთაისი? ორი გადარჩა. ქუთაისი თვი? არა. ბათუმი. თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ისა, რა ქვია? ქუთაისი. თელავი. არა, პრინციპში თელავი არ ვიცით. ქუთაისი და თელავი არ ვიცით. ხო, რავი, არა. ტოპ 5 ქალაქი. რომელი ქალაქი მოგწონს უფრო? რომელი ქალაქი მოგწონს უფრო, ხო? ო, ეგრე გამოდის. ქუთაისი, იმიტომ რომ სხვათა შორის ხალხო, ვინც ქუთაისში ნამყოფი ქუთაისელი ხართ, არ ვიცი ვინ ხართ, ვინ მიყურებთ ქუთაისიდან. ძალიან თანამედროვე ხალხია სხვათა შორის ქუთაისელები.
თბილისი, რუსთავი, და თელავი და ვიტყვი ბათუმი, თბილისი ის არა ქვია თავიდან დავიწყოთ ამარევინე თბილისი ბათუმი ჯერ მე ვამბობ მე შენ თქვი რუსთავი ქუთაისი და სიღნაღი ყველაზე მეტად მომწონს ხო ეგ ჩემი თბილისი რუსთავი ბათუმი ქუთაისი და სიღნაღი მართლა მომწონს წაღანა ამომივარდა თავიდან სიღნაღიც ძალიან წაღანმის ამარევინე ხო სიღნაღი ძალიან კარგი ქალაქი ხო და ახლა გააჩნია ახლა ყველგან არა კარგი და ცუდი ყველგან არის ყველგან არის რა თქმა უნდა ზოგან კარგია ზოგან ცუდია ყველგან იგრია ნებისმიერ ადგილზე სულ ერთნაირი ადამიანი ვერ იქნება საქართველოს წინაზე იყო ქვეყანა ტოპ 5 და ხო დავასახელეთ საქართველო ყველაზე სამწუხაროდ ყველგან არა ვართ ნამყოფები მაგრამ საქართველოში არ ვართ ყველგან ნამყოფები ვისურვებდი რომ ყველგან ყოფილიყავი ვიყო ნამყოფი რა თქმა უნდა ალბათ მოვადრო რომ ვიქნები კიდეც მოვივლი საქართველოს მე სხვაგან სხვა ქვეყნებს და ხო გუშინ იყო ერთი კითხვა კიდე ახლა გამახსენდა რატომ მოგწონს ინდოეთში და რატომ გინდა მოგზაურობაო ინდოეთი რატომ მოგწონს შენ გიკითხე ხო იცი რა არის როგორ გითხრა ალბათ ვინც ნამყოფია ეცოდინება იმას თუ არ ჩავთვლით რომ რასაც სხვათა შორის რასაც დღევანდელი ბლოგერები ბევრი აჩვენებს ცუდ მხარეს აჩვენებენ მხოლოდ კარგი მხარეებიც ბევრი აქვს ფერადი ქვეყანაა ის არის რა ქვია ტრადიციები აქვს მრავალფეროვანი ბევრი ლამაზი ადგილებიც არის ხალხო როგორ გითხრათ რა ვიცი მომწონს და რა გავაკეთო სხვათა შორის ინდურ სიმღერებს რო უსმენ კარგ ხასიათს ემაყენებს მე პირადად სხვისი არ ვიცი და მე პირადად კარგ ხასიათს ემაყენებს ხო რა ვიცი ფერადოვანი ქვეყანაა ჩემს ავით სიფერადები მიყვარს მრავალფეროვანი კულტურა უფრო საკვებიც კი ბატონო რაც მე პირადად გასინჯული მაქვს და რაც ვიცი ინდურ რესტორნებში რაც მაქვს გასინჯული კარგი საკვები აქვს და ის არის რა ქვია სხვათა შორის იმას თუ არ ჩავთვლით რა ქვია სტრიტ ფუდები როა სტრიტ ფუდი თან სოფლიოშია საქართველოშიც თუ გარეთ საჭმეს არ შევჭამთ ეგ უკეთესი იქნება სიმართლე რომ გითხრათ მაინც ქუჩა მანქანა დადის იქ არა ვიცი ეგ უკეთესი იქნება თუ არ შევჭამთ სტრიტ ფუდებს მარტო იქ კი არა არსად არც საქართველოში სიმართლე რომ გითხრა ხო და რა ვიცი ვის როგორ მოსწონს სხვათა შორის ხალხიც არ არის ძალიან ცუდი მე ვისაც ვიცნობ არ არის ცუდი ხალხი ცუდი ადამიანები არც ერთი არ არიან მე მყავს რამდენიმე მეგობარი ინდოეთიდან და რა ვიცი ვის როგორ ზოგადად მე იცი როგორი ადამიანი ვარ ხალხო მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის კულტურების შესწავლა ეგ მოგზაურობა რა თქმა უნდა ეხმარება უფრო შეისწავლე ნებისმიერ ქვეყანაში მოვიდნენ შეისწავლიდი ადამიანი ნებისმიერ კულტურას გინდა ის იყოს ამერიკა გინდა ნებისმიერი რა ვიცი გინდა ინდოეთი და ის არის რა ქვია ჩინეთი და გინდა რაღაცა ნებისმიერი რა
სხვათა შორის ის არის რა ქვია რატომ მოგწონსო და როგორ აგიხსნა ხომ გითხარი რატომაც მომწონსო და სხვას მე ვერაფერს ვერ გეტყვი არ ვიცი ყველას მოსწონს ზოგს ისე მოსწონს ზოგი ის ქვეყანა მოსწონს ზოგი ამ არც სხვა ქვეყანებს არ დაიწუნებდა გიორგი არ დავიწუნებდი მაგრამ მაგრამ მოსწონს სიფერადე ეტყობა ფერადოვნება არა ეხლა ინდოეთს ერთ იმაზე რა ქვია ერთ ჩასვლაზე ვერ მოივლი დიდი ქვეყანაა თუ არ ვწდები 36 შტატია და 36 შტატს ერთ ჩასვლაზე ვერ მოივლი რამდენიმეჯერ უნდა ჩახვიდე რომ თლიანად შეისწავლო მთელი ქვეყანა და გინდაც ამერიკაში მაგალითად თლიანად ვერ მოივლი მთელ შტატს მთელ ამერიკას რას მოივლი დიდი ქვეყანაა ხო აი მაგალითად ვერა რასო მაგალითად საქართველოშიც ვერ მოივლი ერთ იმას რა ქვია ერთ მოგზაურობაზე ვერ მოივლი ვერ შემოივლი საქართველოს საქართველოსაც კი რა თქმა უნდა რანაირად მოივლი საქართველოს დიდი ქვეყანა არ არის მაგრამ მაინც ვერ იმასიზავ რა ქვია აი მაგალითად გადაწყვიტე ერთ დღესაც ჩასვლა ინდოეთში და გინდა მთელი ქვეყნის შემოვლა ვერ გააკეთებ მაგ ყველაფერს ვერ გააკეთებ იმიტომ რომ დიდია ალბათ აი იმაში ჩახვედი რა ქვია დელიში ჩახვედი კი ბატონო დელიში არის ფრენა დელისთან გვაქვს ფრენები ჩახვედი კი ბატონო იქ ჩახვედი ერთი დღე გათენდა მოიარე დელი იქ წახვედი ტაჯ-მაჰალის სანახავად აგრაში წახვედი ნახე ჯაიპურში გადახვედი იქაც ნახე ყველაფერი კიდე სხვა შტატში წახვედი ნახე მაგრამ კარგი ნახე ერთ ჩასვლაზე 3-4 ქალაქი მეც ხო არ ნახავ მეც ვერ ანახავ ნუ ნახავ იმიტომ რომ დიდია იქ პენჯაბშიც უნდა ჩახვიდე რა თქმა უნდა ის რო ნახო რა ქვია დამავიწყდა ხალხო ოქროს ის რო არის ტაძარი რა ქვია დამავიწყდა ოქროს ფერი დამავიწყდა ხალხო რა ქვია golden temple თუ რაღაცა ქვია ხო და ეგეც უნდა ნახო ლამაზია სხვათა შორის ხალხო რაც მე ვიცი და იმებით ინტერნეტიც რაც ვიცი ძალიან ლამაზია ხო და აი მაგალითად საქართველოში რო იმოგზავრო ვერც ერთი დღე ვერც ერთ კუთხეს ვერ მოვივლი ჩათვალოთ რომ შტატები გვაქვს აქაც ვერ მოვივლი ეხლა საქართველო რა დიდია მაგრამ მაინც გიორგი გუშინარ დავარო კი აინახე ბლაბუტო საიდან სადა უბობა იქ რა იზევით აი პარდასა უბობა თუ რა არის არ არის უბობა არ ფერი არ არის საერთოდ როგორ არის ბიჭო მე ვხედავ არ არის როგორ არ არის თუ არ არის არ არის არაფერი რას ხედავ არაფერი არ არის თუ არ არის და სხვათა შორის ხალხო ინდონეზიაში სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იმიტომ რომ ლამაზი ადგილებია მე ავსტრიაში დიდი სიამოვნებაა ავსტრია ეგ სხვა ის ავსტრია კი არა ივანში რა ქვია შვეიცარია შვეიცარიაში ეგ სხვა კონტინენტია ეგ ევროპის კონტინენტია მე ვიძახი მე სამხრეთ აზიაში მივდივარ ხო ერთი კი წავიდეთ მაინდა დამიზნებული მაქვს პირდაპირ სამხრეთ აზია გიორგი ერთი კი წავიდეთ მეორე წამოვიდეთ დედაჩემს ევროპა აქვს გამიზნული ხო ევროპა გამიზნული მე კიდე პირდაპირ მიზანში ამოვიღე სამხრეთ აზია რატო არ ვიცი როგორ სამხრეთ აზია რომელი ქვეყანა სადაც ინდოეთია და ისინია პაკისტანი და მსგავსი ქვეყნები რა გინდა პაკისტანში კაცო პაკისტანში რა მინდა არ ვიცი
არა რატო პაკისტანსაც მოვივლიდი მე მაგალითად და თუ შევხვდი მე ტერორისტებს ნახე თუ ზარ მე ამაპეტკეს გიორგი 30-ზე ვარ არ წავიდე დიდზე არ იქა ხო და თორმე არ ვიცი მე პირდაპირ აზიას ამაქვს დამიზნებული მიზანში მაქვს ამოღებული ხალხო დეჩებს ევროპა აქვს პირდაპირ გამიზნული ევროპასაც მოვივლიდი რა თქმა უნდა ჩინეთში წავიდოდი ეგ აზია უკვე შენ ევრაზიაში ხარ აზია ევროპა ევრაზია სამხრეთ აზია შუა აზია ცენტრალური აზია უბრალოდ ევროპა შუა ამერიკა ცენტრალური აზიის ქვეყნები რომლებია უზბეკეთი ყირგიზეთი ყაზახეთი მონღოლეთი და კიდე რაღაცა იყო კიდე აღარ მახსოვს რა ვიცი მე ჩვენ იქით მივდივართ და ცოტა აქეთაც წამოვიდეთ კაცო თურქეთის მხარეზე დედამიწის იქით მივდივართ დედამიწის ბოლოში სადღაც მივდივარ და თურქეთი უკან რჩება აქვე გვაქვს თან თურქეთი კაია მასალამაზია თურქეთი მინდა მე დიდზე მომწავიდოდი ნახავდი თურქეთსაც და პირველ რიგში თურქეთში რო ჩავალ მაინტერესებს მარდინის ნახვა იძახიან რომ ლამაზიაო ისინი რო არა ქვია ძველი შენობები რო რაღაცაა თითქოს ქვიშის განაშენებული ხო ბორანი და ის რო გადიოდა სილა იმ მხარეზე ხო მარდინში იყო გადაღებული რა მაგარი ისინი იყო სახლები ასე გონია ფერებია ისეთი ასე გონია ქუჩა ყვითელია რაღაცა თითქოს ქვიშისგან არის აგებული ქვიშისგან არის თითქოს აგებული საინტერესოა ლამაზია თან ახლო რო არის თან ახლოს არის და ლამაზია სხვათა შორის თურქეთში ახლო არის სახლები მიწებებული არა ხო და ზღვაში შიგნით ზღვას გახურეს პირდაპირ აი მე რო ადგები და გამოიხვალ და ნუ ამოხვალ ზღვაზე და ვაიმე რასასია იქ რო ჩაისან ყავას დალევ რასასია ოჰო ძირითადად თურქეთში ვილებია ხოლმე იმაში რა ქვია ზღვაზე დედა ხვალე რო ადგები მე ყავა რაც ხინა დალეული მქონდეს რძიან ყავას დავლევთ ტკბილეულთან ერთად და ვიდეოც გადავიღოთ იმას ყავასთან ერთად ხო ყავის ვიდეო არ გადავიღია ხო რა კაი რამდენი წელია და ყავის ვიდეო არასოდეს არ გადავიღია ამდენი წლის მერე როგორ არ გადაგვიღია ნინისთან ეგ ხო მაგას ვსვავდით მაგრამ მერე მის მერე აღარ გადავიღია ის პოინტში წავიდოთ დიდი სიამოვნებით და იქაც დავლევდი ყავას ნაყი შევჭამდი ის პოინტში ზაფხულში ჯობია გიორგი იმ ნაყი შევჭამდი ყუთებში რო არის ახლა ის ჩამოსასხმელი ხო ისიც კარგია ჩამოსასხმელი მაგრამ ის არ უნდა იყიდო მე რამდენ ჩამოსასხმელი და რამდენი ტურისტები მოდიან ხოლმე მე არა თლიანად გაათავნი ჩამოსასხმელი რამდენი მოდიან აი მე როგორ ამეშალა წინაზე რო ვიყავით ნერვები იმისგან აქვე გამყიდველისგან ესე იგი ეუბნება ის მომეციო დამაცადე რაღაცნაირად უთხრა თუ არ გინდა მუშაობა რაღაც მუშაობა ვერ ესმოდა იმას და ზამთარში რა ცუდია მაგრამ ზაფხულში იქ ვერ ჯდები იმასთან ზაფხულში უკეთესია ლამაზია უფრო ზაფხულში უფრო ლამაზია ვიდრე ისა რა ქვია ზამთარში ზაფხულში უფრო ისეინებ ისა დაათვალიერებ იქაურობას სიცივეში არის სიცივე არის ახლა და ესე დაგემართება რაღაც ან თუ პინტოვის ანთება ან იმის ანთება რა ქვია ვიცი რა ქვია კიდე იქ ვერ ჯდები ფანტანთან ზამთარში კიდე რა ჯანდაბად მინდა ფანტანთან ჭართული არ არის იქ კი მზე არის მაგრამ ქუდი უნდა დაიხურო ამიტომ
ქუდი, ქოლგა. ხო. ფარეზე კაფე. რა ვიცი მე ის არის რა ქვია. რა ვიცი მაგის პოინტში ტურისტებიც ქვეყანა დადიან ხოლმე და გეგონება იმაზე იყვნენ რა ქვია რაბათის ციხეში. ხო. ისე რა არის დიდად მან დასათვალიერებელი ხალხო რო დადიან. მაღაზიები. თან სხვათა შორის ხალხსაც აკვირდებიან. რატო? ხალხს აკვირდებიან, მე რა ვიცი. მაგრამ ის ჩვენი ქართული ხალხი ზოგი ესე უყურებდა, ჰა. პიდაღებული. რაც ყველაზე მეტად მეჯავრება. აი მეც რო გავივლი ხოლმე ხალხო მაღაზიაში რომ მივდივარ. ზოგი ისე გამომაყურებს თვალს, გეგონება რაღაცა საოცრება დაინახა. რა უბედურება არის რა არის. დაინახა რა ვიცი. და გინდაც იმ ტურისტში რას ხედავენ ახლა ისეც რომ ის არის რა ქვია განსხვავებულს. ორი ფეხი, ორი ხელი, ორი ყური, ორი თვალი, ერთი წვირი, პირი, თმა, რა ვიცი, ყველაფერი აქვთ და რას ხედავენ? რახან თეთრები არ არიან? აუ, რა ხერ ჩავიკე. ზოგი ტურისტი რა უცხოური იქიდან ჩამოდის თეთრი არ არის. ახან შავი კანისფერი სხვანაირი აქვთ მაინც. ესეთი თეთრები არ არიან როგორც ჩვენ. სხვანაირი იერი აქვთ რაღაცნაირი ალბათ. ხო, ალბათ რა ვიცი. მე რა ვიცი. ყველას თავისი საქმეა. რა აქვთ? უცნაური რა ვიცი. მაგრამ შავკანიანებს უცნაური აქვთ კბილები, თეთრი. აი რა კაი კბილები აქვს. აუ რა კაი კბილები აქვთ ხალხო, რომ დავინახავ ესე მინდა რომ მივიდე და ჭანგები ამოვაცალო. კაი თეთრი კბილები აქვთ. თან ძალიან თეთრია. ერთი ყვითელი არ ადებთ კბილზე. თან ყველა ჩაწიკწიკებული. რომ გაიხიმეს და თეთრი ღიმილი რო აქვს. თეთრი კბილები კარგია. თეთრფითინა. თეთრი კბილები კარგია. ფითკინა ფითკინა. მე საჭიროება. თეთრი კი არის, ჯანდავაც იყოს რაც არის, მაგრამ კბილები აღარ მაქვს, მე მგონი ნორმალურად. ხალხო, მოგზაურობას რო თავი დავანებოთ, მოგზაურობაზე გავიძახი და კბილის ექიმთან ვერ მივსულ ვარ. სტომატოლოგთან. არ მიდის. სტომატოლოგთან ვერ მივსულ ვარ. მოგზაურობას გავიძახი. რა მოგზაურობა კბილები ჩაიცვი, ჩაისვი. რო არა მოგიარდეს იმაში რა ქვია. სადმე რომელი ქვეყანაში რომ ჩანგების გარეშე ვარ და აა ეს გავწვიდეს რო წავხვალ თვითფრიდავით. გუშინ ის არის რაღაცა ვიდეო შემხვდა იტალიიდან მოდიოდა ქართველი მანქანით. რანაირად? მანქანით რანაირად უნდა გადმოხვიდე იტალიიდან. გადმოდია რა მანქანთან მიდია. მაგრამ ის ხო მანქანით წავიდა. ხო, რა. ალბათ რამდენი დღე და ღამე უნდა იარო. 3 დღეო. 3 დღე გჭირდება. მე 3 დღე ავტობუსი. ავტობუსით სიტყვია. ჩვენ გვჭირდება პატარა მანქანით. ავტობუსითაც შეგიძლია ხო? ხო, რა მსულო მანქანა. მე მეგონა რომ მარტო იმით გქონდა. რა ქვია? ფრენა. ეგ სადაც ვერ წავალთ, ამერიკაში ვერ წავალთ იმითი რა ქვია, მანქანით. რას წავხვალ შეკაცო ამერიკაში ვის უნდა გადაიყვანო? სხვა ოკეანეზე უნდა იფრინო. გადახვიე და. გიორგი 40 არა 39-ზე ვარ რა 40. რა გჭირს წეღანა ობობაო ახლა 40-აო. 50-ზე ვართ. არ ვართ. ისე კარგია რომ ნახავ ქვეყნებს მოივლი. დღეს რა კაი სითბო გქონდა ხალხნო. ვაიმე რა კარგი იყო. აი გეგონება ზაფხული იყო რა. გიორგი გარეთ წავა და მოვარა. ხო. კაი ამინდები გვაქვს ჯეჯობით და რა ვიცი თოვლებია გამოცხადებულიო ყველგანო და ნახოთ რა იქნება. ვაიმე. თქვენს გარეშე არ იქნება არაფერი. თოვლი იქნება გადავიღებთ. წვიმა იქნება გადავიღებთ. მაგას ველოდები.
ამდენი ხანია? ახალი წლიდან თავს ველოდები და არ მოსულა. ერთიც არ მოსულა. ერთი მოვიდა ის ერთი ბეწვა რაღაცა და ისიც მალევე ადნა. თბილისშიც ხო დათოა ცოტა. წამოურია რაღაცა. თავს ველოდები ხალხო ამდენი ხანი არ მოსულა, რა ვიცი. მე ზამთარი უფრო მიჩვენია ზაფხულს. ახლა მოვა ზაფხული დაიწყება ფრიალი. სიცხე, მიცხე, ცივი წყლები. ჩემი ალერგია. აუ, ჭირა თველი. არ მინდა. ალერგია არ მინდა. ყვავილების იმასთან ერთად მიიჭდება ალერგია. თითქმის მთელი ზაფხული მაქვს ალერგია ხალხო. მთელი ზაფხული. თან კიდე გარეთ რო თიბავენ ხოლმე და სუნი რომ მოდის, ბალახის ისიც ალერგია მაქვს, ბალახის სუნი. სუნზე. იმასაც ალერგია მაქვს. ისეთი კაი სუნი აქვს ამ თმის კარაქს, რომ რა ვიცი. ხალხო, ვინმე შემოგდით უცხოეთიდან ნომრები? ნომრებით, უცხოური ნომრებით ზარები? მე იმაზე შემომდის ხოლმე, რა ქვია. ადრე ისე რეკავდნენ მობილურზე და ეხლა WhatsApp-ზე შემომდის. უცხოური ნომრებიდან ზარები.
და ის არის რა ქვია, არ უნდა უპასუხო და არ უნდა იმას აქნაო ხო და სანამ ამანაც ავიღებდი, მე მეგონა შემოვიდა, რა ვიცი მე, არ დავკვირვებულა საიდან იყო. შემოვიდა ზარი და უპასუხე ხალხო. ხო და დამელაპარაკა რუსულ ენაზე და გავუთი შეუცბად და მე დავამოწმე ისა რა ქვია, ნომრის დაწყების კოდი თავიდან რო შეიწყება და ბანგლადეშის კოდი იყო. მე ჩარ ვთქო WhatsApp-ზე რატომ ირეკავენ ესენი თქო. მე ფოსტა მეგონა. მაველი ბიჭო, მაველი. ეს უცხოეთიდან ნომრები შემოდის. შენ დაურეკია როდის მე ვინ მეს. უცხოეთის ნომრები შემოდის. ნუ ურეკავ მე. აი იმაზე შემოდის რა ქვია. WhatsApp-ზე შემოდის ყოველ დღე თითქმის. ნუ იმაშვები, ნუ ურეკავ და მითო. მე კიდე ნომერიზე აღარ მაქვს სალაპარაკო. ორ მხრევად მაგავთიშვი. კაია მე. არ შემოგივა. მე ნუ არ გაეცი პასუხი რა. პასუხს არ ავცემ იმას აშვება რა ქვია. რას? თიშა. არც გათიშო. დარეკავს გაანებთა. იდიოტები არიან. ის არის რა ქვია, იმ დღეს სანამ ამანაც ავიღებდით. მე მეგონა რომ დარეკა ესე. იმაზე რა ქვია, ჩოლებრივ მობილურის ნომერზე, ოღონდ WhatsApp-ზე არ შემოსულა. არ დავკვირვებული ვარ, საიდან იყო ის ნომერი. უპასუხე მე ისინი მეგონნე, რა ვიცი მე. უცბად რომ მირეკავთ მეორე ნომერზე, იმ ნომერზე. ხო. ის ნომერზე დარეკეს. ამაზე? ამაზე ხო, ეს ნომერი ქონდა მითითებული. მე მეგონა საქართველოს პოსტა იყო, ამანაც იყო არ მირეკავდი. ვენ თქო რომ არ დავკარგო ის ამანათი თქო. უპასუხე, რუსულად ხომ იპასუხა. გავუთიშე ის რა ქვია ნომერი. ტელეფონი გავუთიშე და ისაო რა ქვია, მე გადავამოწმე. დაწყების კოდი როა, ხო ის ქვეყნებს ხო გვაქვს. ხო თავის კოდი. 995-ით ჩვენი იწყება. და იმითი რა ქვია, გადავამოწმე ის კოდი. ნომრის კოდი, სატელეფონო კოდი. და ბანგლადეშიდან იყო თურმე. ხო და არ გასცე პასუხი კაცო პლუსი როა წერია, არასოდეს არ უნდა გასცე გიორგი. პლუსი პირველი როა წერია. რა ვიცი, მე მეგონა რომ იქიდან მირეკავდნენ თქო და ამის მერე უნდა გავითვალისწინო, თორე სხვათა შორის ხალხო ის არის აქ. მოგესალმები გუშინ ერთმა მომწერა, არ უნდა გასცეო ის ხმაო. მონაცემებს იპარავენ. ხო, არა. მონაცემებს იპარავენ. არა. მართალია. და გადაიცემენ ვიღაცას. იყენებენ სხვადასხვა ნომრების, სხვადასხვა ქვეყნების კოდებს. ხო და ნომრებს და იმას აშვებიან. არა. არ გასცე დედი პლუს რო დაინახავ არ გასცე პასუხი. ეგ თაღლითობა ძალიან არის უკვე გავრცელებული ხალხო. ვეღარავის ვეღარ ენდობი რა. ხო და არ გასცე პასუხი ვაფშე გიორგი და დაგანებებინ თავს. რო შემოვა, გინდა WhatsApp-ი იყოს, გინდა გამოვთე ტელეფონი და მორჩა. всё. ალო არ უთხრა, გათიშები დაყი. რო შემოვა გათიშე. პლუსი რასაც ეწერება გათიშე. თორე მონაცემებს და კარტებზე რო ფული ვისაც მონაცემებს ბარათზე ფული თუ გაქვს, ტელეფონზეც თუ გაქვს ფული ჩარიცხული, ტელეფონის ნომერზე. იმასაც კი ისიც კი მეაქვთ. ისიც კი შეუძლიათ წართმევა. კი, და იმიტომ აღარ ყოფილი. ხალხო ფრთხილად იყავით, ხალხო თქვენც. ძალიან ფრთხილად იყავით. მოდი ხა დავიმშვიდობოთ გიორგი. თორე ბნელდება ხო? აქ შუქი გავიფუჭდა. მე რამდენად გავაკეთეთ ხალხო აქ შუქი რა. გავაკეთეთ. ვითომ მაშინ ხო ველოდებოდით იმას რა ქვია. მოვიდა, მობრძანდა. დაადგა საშველი, გააკეთა. ნუ ისევე გაფუჭდა მაინც. კიდე მოვიყვანეთ ელექტრიკოსი. გააკეთა ვითომ. კიდე იმას აქნა რა ქვია. ხო, გაფუჭდა. ეხლა სულთნად მე მგონია სულთნად ხაზია მე მგონი შესაძლებელია ხაზი ხო. შესაძლებელი და შევცვლით იმ ფლიანს. თან რო არც ამობს შესაძლებელიაო. ხო. და ყველა ფულებს იღებს ვიღაცა. მოდი ახლა დავიმშვიდობოთ შვილო. ღამე საღამო მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა.
ღამეა, კარგად იყავით, ეხლა 7 გარდება, საათია. კარგი საღამო. ჰალილი გადის თუ რა ქვია იმას? ჰალილი კი არა ისა. ხო. ქვია. ჰალილი არ გადის ჯერ. იმის წირვარი რა ქვია? ის არა ქვია, აკრძალული ხილიო თუ, ხო. ვაჭრიო თუ რაღაცა. ეხლა ის გადის უკვე და მე ჰალილი დაიწყება. აბა ეწავედით. აბა კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჯიგრად იყავით. დიდი მადლობა ჩვენი გაძლებისთვის, ჩვენი მოსმენისთვის. თბილი კომენტარებისთვის და კიდევ დავუსვით პასუხები. დაგვიწერეთ კითხვები კიდევ და კითხვები და გაგცემთ როგორც შეგვიძლებთ. შევძლებთ თუ ბევრი იქნება გავყოფ, როგორც შევძლებთ ისე გიპასუხებთ, რა ვიცი. ხან გეტყვით უარს, ხან დაგეთანხმებით და ასე, რა ვიცი. ამ კითხვებს ვეთანხმები კი ბატონო, კარგი კითხვები იყო და იმ დღეს რო კითხვა დამისვეს, უცნაური და არა ამ ქვეყნიური, იმას ნამდვილად არ ვეთანხმები არასოდეს. და მსგავს კითხვებს. აბა ხო, კარგად იყავით, მაგრად იყავით. დიდი მადლობა ყველას ყურებისთვის. არ ვიცი. კისერი. ხო. აბა დაგემშვიდობებით. წავედი. ნახვამდის. კარგი საღამო. მომავალ ვიდეომდე ავირიე. ავირ დავირიე.